გამარჯობა, მე ვარ გოგა ჩაანდილი. ბევრ მაიცის რომ Facebook აქციებს ვახორციელებ, ერთ-ერთი აქცია არის შევიძინოთ ქართული ნაწარმი და ამის გამო ბევრი მწერს კიდეც რომ კი შევიძინოთ ქართულ ნაწარმს, მაგრამ არის კი ხარისხიანი. ცხადია, ხარისხი ძალიან მნიშვნელოვანია, მით უმეტეს ეს სულსაც ეხება და მე გადავწყვიტე მიმართა ყველაზე დიდი ჰიპერმარკეტისთვის, იმ ჰიპერმარკეტისთვის, რომელიც ყველაზე მეტ ქართულ ნაწარმს ყიდის და ეს არის გუდვილი, დამთანხმდნენ, მოდითო კი ბატონო შევამოწმოთ, თქვენ თვალით ნახეთ, რას ვაკეთებ, როგორ ვაკეთებ და ახლა მოვედი პირდაპირ გუდვილში და ამაკავშირეს მათ ხარისხის სამსახურის უფროსთან ლევან ჩიტაიშვილთან და თქვენთან ერთად მინდა დავრწმუნდე, იყიდება თუ არა აქ ხარისხიანი და საერთოდ როგორ მოწმდება ხარისხი, როგორ დავრწმუნდეთ და აგერ ბატონ ლევანის უკვე დავინახე, გამარჯობა ბატონ ლევან, როგორ გრძანდებით? ძალიან მიხარია რომ დავთანხმდით, ხართ ესეთ გაბედულად, იმედი მაქვს რომ ასევე გაბედულად აგვიხსნით რა არის ხარისხიანი, როგორ არის და როგორ შევამოწმოთ. აი ხა ბარემ რადგანაც ბოსნეულთან მოვედით, მე მინდოდა მეკითხა, აი ნახეთ, ძალიან ლამაზად გამოიყურება სუფთად, მაგალითად ეს კომბოსტო, მაგრამ სიზუფთავე კარგი ასე ვთქვათ შესახედაობა ნიშნავს, რომ ეს ხარისხიანია? როგორ იწყებს საერთოდ ხარისხის შეფასება? მოგახსენებთ. დიახ. პირველი რასაც ჩვენ ვაკეთებთ, სურნელიც ჩვენი კომპანია ეს არის მომწოდებლის ადგილზე შემოწმება. დიახ. ანუ რაც იმას ნიშნავს, ანუ ბაღებში, სათბურებში, ხო? დიახ, ჩვენი ხარისხის სამსახურის ნებართვის გარეშე არც ერთი მომწოდებელი გუდვილში არ შემოდის. ეს შეეხება ძირითადად, რა თქმა უნდა, კვების პროდუქტებს. ამ კონკრეტულ შემთხვევაში ჩვენი წარმომადგენელი გადის ადგილზე, ეცნობა ბოსნეულის მოყვანის პირობებს, არის თუ არა დანერგილი კომპანიაში, კარგი სასოფლო-სამეურნეო პრაქტიკა, რა სახის მინერალები და სასუქები გამოიყენება, რითი იკვებება, ასე ვთქვათ, პროდუქტი. ხოლო შემოტანისას ხორციელდება მისი ორგანოლეპტიკური კონტროლი, სერტიფიკატის შედარება იმ პროდუქტთან, რაც ისინი ჩამარებელი წარმოადგენს სერტიფიკატს. მე თქვენ ადარებთ ეს შესაბამება თუ არა, გასაგებია. და ბოლოს ეს არის ბოლო ეტაპი ყველა შემოტანილი პარტიის შემოწმება ნიტრატებზე, ნიტრატების არსებობა. ნიტრატი როგორ ამოწმებთ? მიკროსკოპით რამე არსებობს სპეციალური ნიტრატ ზომი, რომელიც ეხლა მე თან მაქვს. აი ამ ესა, მაჩვენეთ ტელეფონი მეგონა. ეს ყოფილა ნიტრატ ზომი, მოდით აბა ვნახოთ რა, როგორ ჩავთვალოთ ბატონ ლევან? ძალიან მარტივია. ირთვება ისე როგორც ტელეფონი პრინციპში. ხო, თანხმობას ვაწვევი, თანხმობის ღილაკს. ეს არის ბროკოლი, ეს არის კომპოსტო, ეს წითელი კომპოსტოა საერთოდ. და ჩვენ შეგვიძლია ესე იგი ნებისმიერს ჩავარჭოთ, ყველაფერი ძალიან სუფთად გამოიყურება, მაგრამ ცხადია როგორც კი აღნიშნე, სუფთა არ ნიშნავს ასე ვთქვათ ხარისხიანს, ანუ რაც წყინას ოქრო არ არის, დაახლოებით ასეა და ჩვენ ახლა ეს არის, აჰა. ვაყენებთ შესაბამის პროგრამაზე, აქ დაინსტალირებულია რამდენიმე ათეული პროგრამა სხვადასხვა სახის ბოსნეულზე, წმენთ ხორთუმს, აჰა. რომელიც უნდა მოვათავსოთ პროდუქტში, ამის შემდეგ შეგვიძლია უჩხლიტოთ. მე რო უჩხლიტო შეიძლება? კი ბატონო. ესე იგი, ეს არის საჩხლეტი, აი ბრმა პრინციპით ავიღეთ ახლა ნებისმიერ კომპოსტოს. რავი, რომელი ავიღო, არც იცი, აჰა, კაი. ვიცი რა მნიშვნელობა აქვს, თუ შემოწმება იყოს, კარგი. ვათავსებთ ყრივ ადგილზე, ყრივი და აი ეს უნდა ჩავარჭოთ. ახლა მოდი აბა. აჰა, აი ახლა მოდით, აბა დავაკვირდეთ, მოდით, იწყება შემოწმება. ნახოთ რას დაგვიწევს. აჰა, ნიტრატის შემადგენლობა არ არის, არ შეიცავს ნიტრატებს. ესე იგი ეს რას ნიშნავს ბატონ ლევან? ეს ნიშნავს, რომ ჯანმრთელობისთვის ეს პროდუქტი არ არის მავნებელი. მოდი კიდე ერთ შევამოწმე. კი ბატონო. იქნება. მოდი აბა კიდე ერთი. მან აჰა, კარგი. ისევ კომპოსტო? ისევ კომპოსტო იყოს, ხო. ნახოთ ერთი კომპოსტოში. თან მე ძალიან მიყვარს ეს ყვავილოვანი კომპოსტო. აი ხა დაინსტალიროს პროგრამა. კარგი. გავწმინდოთ. ჩვენ კიდევ ერთხელ შევამოწმებთ. არის თუ არა, აი მოდი პირდაპირ ასე ვთქვათ კამერისის ვარჭობთ, ესე იგი ამ ხორთუმს როგორც ბატონმა ლევანმა გითხრა, ესე იგი თანხმობას ვაწვევით და ნახოთ აბა რას გვეტყვის ახლა. აჰა, ესე იგი თუ არ შეიცავს, ესე იგი ნიტრატებს, ესე იგი ჩვენ შეგვიძლია გუდვილის ყვავილოვან კომპოსტოს ვენდოთ. ესე იგი მოხარშოთ, შევიწვათ, რა ვიცი, მივიღეთ ყველანაირი იმით გამოვიყენოთ და დავწმუნდეთ, რომ ეს არის კარგი.